მოგესალმებით მეგობრებო, ისევ და ისევ სახელოსნო ბარიდან, იმიტომ რომ ჩვენი სპონსორია სახელოსნო ბარი. ასევე ჩვენი სპონსორია Omega MBR-ი. Yo. და ჩვენი პარტნიორი Control Room-ი. Yo. დღეს ჩვენი ჩემპიონი დაუპირისპირდება Underground Artist Sensei-ს. და ეს უკვე ძალიან ძლიერი ფაქტია. პირველი რაუნდი Sensei. დავაი. დავიწყებ იმით, რომ არავინ იფიქროს, რომ ამის ჩემპიონობის გამო თავშიან გულში შიში ქროდა, ან როგორ უნდა შემეჩნდეს უბანში ყოველ მეორე ბეთლი ჩემპიონთან მქონდა. მე დიდი ხანია ვრეპავ და კარგად ვიცი ბეთლის წესები და სანამ ეს წაიღებს twins, გეტყვის რომ მოვიდა მსუქანი Sensei. როგორც არ უნდა ეცადო. აქ მაინც ახლა დარეტიანებული, მე ვარ Sensei, ჩემში ყველა საბრძოლო ხელოვნებაა გაერთიანებული და არც ეცადო, რომ წონაზე წერით, მომაყენო რამე ზიანი, მე სულ ხატავდი რითმებს, ბოლოს მაინც გავხდი მოდელიანი. ვიციო შენ ხატავ, ხარ ვან გოგი, მაგაზე ყველა იტყვის, არ არსებობს ორი აზრიო, არ ვაპირებ ყური მოგაჭრა, უბრალოდ ამ სცენაზე ყურით უნდა გათრიო. გამოსილი ხარ და ექვსი ვარ მაშინებს და ის მეკი და უშ შემხვდებოდა გამოსილი თუ არიფი, მაგრამ ფაქტი ერთია, შენ ეხოი კრიზისში, მე კი მეკობრი ვარ კარიბის. ხო და ეს ხოს კარგი მაგალითი, რომ ჩავიძი რომ მაინც ხოდი ვარ შავი მარგალიტი. მიდი თქვი, რომ ვექილის მაკაცი ვარ და ეგ მიწერდა ტექსტებს. მაგაზე უკეთეს მაინც ვერ გექნება, სულ რო იფიქრო გამოულევად. კი, ჩემს მაკაცი სერგია, ხო და 3 რაუნდი გიხმართ, გამოუღებლად. არ დაიწყო მე წუწუნი. რა უნდა გამიჩნდო, ჩემზე ინფორმაცია მცირია. ყველამ რო იცოდეს ეს ბეცლი, იყო შენი იდეა. მაგრამ რაღაც ის ჯერა, როცა რაღაცას კარგავ, მეურს პოულებ ყველა პონჩი, ხო და დიჩი, შინ აღმოჩნე Sensei, მაგრამ დაკარგე დოკი. ხო და ყველა მიცოდეს. რო ეს ბეცლი იყო შენი სურვილი, ხო და შესაბამისად, შენ არ ხარ კერავი, მაგრამ მაინც მოგიწევს დუმილი. ერთი. შეხო გინდა რომ სტიმული კონდეს. რო არ დაკარგო მომავალში მუღამი. ყველაფერს ფიცა ვარ, მეცმინდა შენთვის იგივე. მაგრამ არავის ეგონოს ეს რამე გმირული. თუ იცი, საიდან მოდის სიტყვა სტიმული? თუ არც დაგგულებ. და მე სტიმული მინდაო, 6 წუთი უკან წაიღე. მარ შეიძლება არც გეწყინოს, ის არ ხდება არც გულში, არც თავში. კაი მე თვითონ გეტყვი, სტიმული არის ჯოხი, რომლებსაც ვირებს უკეთებენ ტრაქში. ამას თავში ფანჩები ეცემა, მაგრამ არავინ იფიქროს რომ ნიუტონია. ყველას ვეუნებოდიო ვერ გავხაჩავდი. ეგ ჩემი შავი იუმორია. ამ ბიჭმა ყველა ბეთლი მოიგო. სასტიკი და სისხლიანი ამისი დღიური. იმდენად წინაა თვეში აქ 2 თვიური. ფინალზე ის დაამუღა მეტ. დოკი როგორი კარგი ბიჭია, მაგრამ ხალხმა თქვა პელე უფოროპერულია. დოკი ეხმარება ვიღაცებს, მაგრამ პელე უფოროპერულია. დოკის ის მეორე ხაზს გადაყავს ბებო, მაგრამ პელე უფოროპერულია. დოკის არ ჩაუჯდა ბახში, მაგრამ პელე უფოროპერულია. მაგრამ თქვენ დაიკიდეთ, იმიტომ რომ პელე უფოროპერულია. მაგრამ გეტირა შეჩემამ. ემოციებით ხალხზე რო გემოქმედა. ეს ბიჭი როგორი კარგია, მაგრამ ვერავინ რო ვერ ხედავს. თუ რამე გიჭირ ჩვენ ძმა ხარ, ხო იცი მოგეხმარებით. მაგრამ რეპერი რომელიც ყველაფერს ხვიტავს, რატო იგრუზება კომენტარებით. ეგ კომენტარი. მოდი კამერას ზურგი არ შეაქციო ძმურად რა. ეგ კომენტარი YouTube-ზე ნახე. და წესით, მე არ უნდა გიხსნი მაგ საქმეს, რომ ნაკლები მიქარო, უკეთ რეპერად ვერ გაქცევს. ასევე ფინალში, იაგმაიქს პელეს უთხრა, იაგმაიქთან ეგ რა ტრეკი ჩაწერეთ. მის დამარცხებით რას მივაღწიო? ეგ რა ეს რა ტრეკი ჩაწერეთ? თქვენ ტრეკი არ ჩაგეწერიათ უბრალოდ ერთ თვეში 2-2 ერთად გაბეთლეთ. ტიპი მართლა ქურდიანია. არ დაუტოვ არავის ხურდა, მაგრამ ეგ ლაინები იყო ტაილანდელებით. ბოლოს შენ შემოგიბრუნდა. პირველ ბეთლიდან პელეს გულის მოგება უნდა, მაგრამ იმათმა ტრეკი ჩაწერეს. პელესაც ძმაკაცობს, მაგრამ იმათმა ტრეკი ჩაწერეს. დღედაღამე პელესთანაა, მაგრამ იმათმა ტრეკი ჩაწერეს. ერიდება ხოლმე რომ პელეს მოუგო, მაგრამ იმათმა ტრეკი ჩაწერეს. მიდი თქვი, რომ შენ კი არა, შენ მოსწავლებსაც ვერ მოუგებ. იბაზრე ზუსტად ვიციო, მომიყვანი ნებისმიერ შენი მოსწავლე და შენ თვალწინ უნდა გადავიხიო და ზუსტად ვიცი არამეროა პონტი. მე რაფერ შუაშოა ბავშვებო, ისევ თუ რამე ისევ ჩააგდო ჩორტი. დღეს თავდება შენი დიდება და შანსი გაქვს ბოლოჯერ გაიბრძოლო, არ მოიქცე პროჭივით, საწყალი ბავშვებიც არ გაიყოლო. ვიგესმა თქვა, რომ ვერავინ მოუგებს, იმიტომ რომ პელეს ყველა ბელტ ნანახი აქვს. ხან-ხან მინდა რომ გავიქცე, ეს რეპერები ძალიან წინგონია ზოგჯერ. ბიგეს, კაი ძმობას გაბიცებ, მე მაქვს ნანახი ყველა ბეთლი მინიმუმ 2 ჯერ. მაგრამ შენ რაღაც ერთ წამი რა ხდება ასე. ერთი ხმაური.
ლეგენდარული მომენტი. ერთი ხმაური. მე ნანახი მაქვს ყველა ბეთლი ორჯერ. მაგრამ შენ რაღაცა უჭველი იცი და მოგვარდებით. მაგრამ მე ნანახი მაქვს პოდკასტებით. მაგრამ მაინც გონი ხარ რაღაც მომენტში. მაგრამ მე ნანახი მაქვს სტორებით. მაგრამ ეს გამოვიდა ფრისაილ თითქოს. თქვენ ხარ დაბალი დონეები. ამიტომაც ჩემი ნახევარი ძალითაც ვერ წერ. ვაფშე ვისედრებით. მე ნანახი მაქვს თქვენზე მეტჯერ. და რამდენს ბედავთ, მაგთიმაშუა პირველი, რადგან ყოველდღე პელებს ხედავ. ტიპს, ამბიტლების გადამკიდე, უკვე გარეკილი აქვს. და უნდა რომ ბოლომდე გაკაჩოს პირველობით. ამას არის მის გინება, თუ არა გინე ორმაგი მნიშვნელობით. და თუ არ იქნება ეგრე? დიდი შანსია რომ გაგებუტება, და თუ აგინე სამაგი მნიშვნელობით, მაგრამ გაუსწორდება და შაგეხუტება. ხო და დოკი, მოგი არა, აქ არ იქნება გინება, რადგან ცხვარი თუ გუდობს საფრთხეს, მის ხორცს ხარისხიანი აღარ იქნება. ტიპი ამბეთლების გადამკიდე, უკვე ყველაფერი შეჯიბს ხედავს და მაგაზე ყველა თანხდება ერთხმად. ვიღაცამ რა უთხრას მიხმარესო, ეს ეთქვის. ეგრე არა შეჩევა, მე მიხმარა ხუთმა კაცმა ერთად. და ვიღაცამ რა უთხრას, მიხმარა პელემ, მაგრამ მინდა სამდე შევხვდე, ეს ეთქვის, მე მიხმარე შენზე მეტჯერ. ნამდვილად არ ელოდი, მაგრამ ბეთლში გაგერჩდა სენსეი გაი, პელეს მაშინ მივხვდა რაღაცას, როცა დილობით ამბობდა ხოლმე, ჩაი არაა ჩაი. ჰეი, მიდი თქვი. მოსერგის გამო დამინდე. მარტვილია და მაინც არის მის მაკაციო. ვექილი მეუნება შებერე, ხო ის უნდა გადაიხიო, დოგი და ტარხუნა მე არ უციო. თავშია გავარდნილი, ხო და პასუხ გაეთ საკადრისიო. წამოვიგებ სეზონს მარტვილში და ეგეც იქნება საკმარისიო რაუნდი. პირველი რაუნდი დოკი. ბიჭო, უფრო მეტი ხმაური ჩემპიონისთვის ვარაუდავ. არ ვიცი რაზე ფიქრობდი საერთოდ, როდესაც ასეთი დელივერით გაბეთვლას ბედავდი. წეგან წყულმა ჩამოიარა და ვერ მიხვდნენ რომ ბეთლავდი. ბიჭო, ვერც კი ვიჯერებ რომ ეს ბეთლი მართლა ტარდება. ვერც კი ვიჯერებ რომ დამითანხმეს. დამიძახეთ უილ სმიტი, რადგან დღეს კარატისტი ბიჭუნა მამიკოს დამიძახებს. Let's go! მოიწიეთ, დაიწყეს რა. არ ვიცი. სამი თვე გავიდა მას შემდეგ რაც რაიმენ დრუსის აუდიტორიამ ახალ ჩემპიონს ტაში დაუკრა. სახელი გაუთქვა დიდმა ხმაურმა და რა თქმა უნდა ახალი ოპონენტი მოუთხოვა კრაუდმა. კითხულობენ ვინ იქნება შემდეგი. ტაჰა, ბანი, ნიგია, კილერი და ისიც მამუკა! ამის დონემდე ბევრი მაკლია. ტიპი ამ სფეროს მომავალია. რაიმენ დრუსის კოკაგვალია. ვინ შემიყლია კოკაგვალია? მოდი გავაცნობ ამ ხალხს ვინ ხარ, სანამ ისინი შენი ფანჩებით გააგიჟე. ამ ამბავს ქვია რა მოხდა მარტვილში, როდესაც ჩემს სახლში დაგპატიჟე. მოგრედ ახალი წლის ღამეა, მარტვილის პარკში ბიჭები ვსავთ 1-2 ჭიქას. მე და პელეს ბავშვები გთხოვენ ფოტოებს ვექილა ნიკის ლაინებს რითმავს. ორ წუთში მოდის ვიღაც ტიპი ისეთი მთვრალია ძლივს დგას. თავისი სვერგავს ორნაბიც პირდაპირ თავით ეცემა მიწას. სიმთვრალისგან არ გამოდის თაუბარი. არ შეუძლია გახსენება საკუთარი სახლის. მარტო ისახსოვს რომ ქვია ჯონი და სადღაც ქვედა ნაგვაზაოდან არის. მე ასფალტს დაარტყა თავი. კითხე რა გჭირდება bro და ტიპი არ საიდან იძახის. ნიკი სლოუ. მე იასნა ეს ამბავი მოუყევით ნიკის. უთხარით გაგვაგიჟა ყველა. ნიკიმ ჯონი ქვედანაგვაზაოდან. ეს მამუკა ვინ ჩამიყალეა? მამუკა კი ის ტიპია რომელიც იმ ღამის ზუსტად იმ თროლმა ლოთმა ცემა არ დააცადა ხელის განძრევა პირდაპირ სახეში ტენა. მამუკას ენა დაება ვექილაც არაფერ შვება. ანდერგრაუნდის სენსეი ლოთის ნაცემი რჩება. ვერაფერი ვერ მოიფიქრა, ვერაფერი ვერ გააკეთა და უშუქო დარჩენილ მარტვილში მთელი კვირა მარტო ამისი მარცხენა ლოყა ანათება.
იწებდა. ორი დღის ჩამოსული იყავი და გაგიასნეს მარტივად, რომ მარტულში მართლა ძალიან ხელგაშლილი ხალხი ვართ. მამა ჩემმა დაგნიშნა თამადად. იფიქრა რომ სასმელს კარგად იტანს, მაგრამ რა იცოდა, რომ სასმელი პირდაპირ თავში გირტყავს, მაშინ მიხვდი რომ ფანჩი ცხოვრებაში არ მოგიქნევია. შენ ძმაკაცებს რომ ჩხუბი მოუვიდეთ, არც დაიგინო რომ შენ საჩხობრად გაიწევი. მოიქცევი როგორც არაბი მუსლიმი აეროპორტში, ჩემთანს დააგდებ და გაიქცევი. რასაც ამატერას უიბრალებს, შენ მაგის თქმა შეგიძლია. კი შენ ხარ ნამდვილი ზანგი, შენი ადვოკატი დებილია. და ვეკილი ვერ გააკეთებს ვერაფერს, ოდესაც დოკი გადავა უდრებზე. სასაცილოა, შენ ძმაკაცო ადვოკატთან, მაგრამ მე უნდა მელაპარაკო მუხლებზე. გრამტერასთან ბეთლზე ხალხი გამიბრაზდა. ამბობენ რომ ექიმი აღმოჩნდა ავადმყოფი. ამბობენ რახან მარტვილიდან ვარ თურმე შინაურულში ჩათლახობდი. თავიდან უყურე მაგ ვიდეოს, თურმე სულტყვილად ვამაყობდი. არ დამინახავშე პიდარასტო რომ ვეკილას ტელეფონიდან კარნახობდი. თურმე ხარ მისი პირადი სუფლიორი. უკრინდან კარნახობ ტექსტ რომ მისი დავიწყებები დაიმალოს. ჩემ ძმაკაც ყოფნის ტრაკი რომ თავისი ტელეფონი თვითონვე დაიკავოს, მაგრამ როგორ ეტყვი ვარს? არ დარჩეს იმედ გაცრუებული. კაცი პროფილის თავარ ფოტოზეც ვეკილასთან ხარ ჩახუტებული. სხვა ფოტოებსაც გადავხედე, იქაც ამასთან დგახარ. შემდეგ ფოტოზე მარტო სერგია დაშენიქ საერთოდ არ ხარ. მე ვთქვი გამაგიჟეს ამ ფოტოებმა, ვიდეოებს დავუყევი ახლა. გავხსენი შენი პირველი ვიდეო და წელზე მოშიშველი ვეკილი დამხვდა. და ნელ-ნელა მივხვდი რატო აიღეს ბეთლი. რეალურად ვაფშე არ დარდობ შედეგს. დღეს შენ ისრულებს საკუთარ ოცნებას რომ ვეკილი უკნიდან გედგეს. და ვიცი რომ შებრაზობ დიჩიზე, რადგან იქი დააჯახა ბიგესთან. ბრაზობ რომ ტიპმა დაგასწრო სერგისთვის ტრაკი მიეცა. როდესაც ჩვენი ბეთლი ჩაინიშნა სამყაროში დიდი ამბავი აიწია. ამერიკამ გამოყო მილიარდები და კოსმოსური ხომალდი დაითრია. ადამიანთა მოდგმას სწავლობს დიადი კოსმოსის კონტროლს და რამდენიმე დღეში არტემისიდან ვღებულობთ მთვარიდან გადაღებულ ფოტოს. ეს იყო მესიჯი შენაირებისთვის. ხომ მასამ შენაირებს მესიჯი მოგცათ, რომ თუ გადაწყვიტეთ დოქთან მოგება, მეტი შანსი გაქვთ მთვარეზე მოჯვათ. ვიფიქრე რომ შენ და იმ წერალს მარტივად მოვუგებდი. მაგრამ მე როგორც თქვი, გავიგერო ტექსტი დაგიწერა ბრატმა. არ ვიცი ამის შესახებ რა ვქნა ან რა ვთქვა. გარდა იმისა, რომ უფრო მარტივად მოვიგებ ახლა. იმისთვის რომ მოვიგო, მარტო შენ რო იბაზრო ეგეც კმარა. ეჭვი ეპარებათ ბოზებს, მაგრამ შენ რო წააგებ იმაში არა. და სერგი ვიცი თავი გეგონა ეშმაკის ადვოკატი, როდესაც პირველად მამუკას ბეთლრეპი ნახე. მაგრამ მე აქ ვარ მოსული რათა შენს ალპაჩინოს დავუტოვო ნაიარების სახე. ხო გეუბნებოდი რომ ეს ტიპი ჩოლებრივი პინგვინი იყო. სანამ მე ვიფურთხებიან ბომბებს როგორც რიკო. შენ ახლა მაჯერე რომ ამ ტიპს არ აქვს ჩაჯმული, მაგრამ თვალები არაზრს იტყვებიან ჩიკო. და სანამ არ დაგინახა ვატირებულს, იქამდე გაგრძელდება ჩემი ეს წერა. მე მეზიზღება მოსკოვი და მარტო ცრემლების მჯერა რაუნდი. შეგახსენებთ რომ ჩვენი სპონსორია სახელოსნო ბარი. ერთი უეჭველი კმო. მოდი მე მინდა ესე გავახმოვანო რა. რომ არა სახელოსნო ბარი, თქვენ ამ ბეთლებს ვერ ნახავდით, ასე რომ ერთი ძალიან მაგარი ხმოვანო. უეჭველი. ასევე ჩვენი სპონსორია ომეგა ემბერი და ჩვენი უცვლელი პარტნიორი Control Room იგრადა. იო. და მოიწიეთ. მეორე რაუნდი სენსეი. კეი, ჩემ Facebook ნახე ეს ვიდეოც ბიჭებმა ტრენინგი გადავიღეთ. და იქ საერთოდ არ ანტარებდა რა ინფლუენსერის ინტერესს და თუ გინდა მაგარი ინფორმაცია, მაგდეს ფანორიც ვიმღერეთ. მე შემეძლო ეგ ვიდეო წამეშალა. მე შემეძლო ეგ ვიდეო წამეშალა. და ვეღარ დამიწერდი მერე, მაგრამ მე კიდე ფეხებზე, იმიტომ რომ ცუციკებს ვტენე. სანამ დოკის დავბომბავ და გადავალ ფანჩებზე, მინდა იცოდეთ, რომ საშელებათა ფილმი დაფუძნებულია რეალურ ფაქტებზე. ეს თვითონ პატიოსად თამაშობს, მაგრამ არავინ ჩასწავლოთ არიფად, რაგაოცო დაჭირდება, მაშინ გაიხსნება მია ხალიფად და ამის დიდია რისკი. პერეთებს გადაიპარსავს და მალე დაგადგება ჯონი სინსი.
შენ გონია რომ გარბი ხარ და ეჯიბრები უსეინ ბოლტს. შენი მანქანა აგვიანებს ბოლომდე არ ენდო ბოლტს. როგორც არ უნდა დაუჭირო, მაინც მოუშვებს უყოლა ბოლტს. თემგან წამოვა იმაზე მეტი ჯახი, ვიდრე ავარია უნახავს თბილისის ორივე სანაპიროს. ეს არის ალაზნის სველი და უკვე ხედავ სანადიროს. ალაზანზე გაახსნა ქართული სიმღერა. ვაღიარებ, ჩემიდან იყო ეგ ჩეთერობა. უნდა რომ იმღეროს, მაგრამ რეპერობა. გონია რომ ყველა ბესლზე ძალიან მაგრად გამოხვედი, მაგრამ ზარები იმჩნეოდა, როგორ უსმენი ჩაკურლოს თუ ქართული სიმღერები გიტყდებოდა. აქამდე მაგ თემაზე იყავი ჩუმად. და ხა აზრით არ აქვს რომ უარყო, მაინც განახებდი წინ წაროს, სულ გახჩოდეს უდაბნო. ეს არის სამოტივაციო ლაინები და მინდა რომ კარგად მისვინო. რაც არ უნდა მოხდეს, არ უნდა გაჩერდე, უნდა იფრინო. თუ ეგ არ შეგიძლია, უნდა ირბინო. თუ ეგ არ შეგიძლია, უნდა იარო და მაინც არ უნდა გაჩერდე. თითქოს არაფერი გამოდის ამ საქმიდან, თუნდაც იხოხო, რადგან მთავარია გააჯვა აქედან. შეხო ადამიანებს ცოცხლად ჭამ, მაგრამ მაშინ დაუჯერებ მაგას, თუ მანახებ შეჭმულ კაცს. არა, ვიცი რომ კანიბალი მეტაფორაა, ხალხს ჭამ შინაგან დაუგებ წეს. მაგრამ მაგას უჩვენია შეჭამონ, იმას ასაც დამართებ შენს, შენი მეცნეშინია, იქნებ გადავრჩე როგორმე დღესაც, მაგრამ ნამდვილი კანიბალი უნდა ჭამდეს ყლესაც. არ მაინტერესებს მენა გაქვს თუ არა, შენ თავს გადავაქცევ დრამად, ხარ იაფასტიანი, დაჟაშტებასტები 1000 დრამად, კომედია გეგონა და გევლინები 1000 დრამად. შენ წინაბერში თქვი, დამიძახე იტაჩი, რადგან პირველმა ვიხმარე ამატერასო. შენი და ანიმეს ფანები ერთად იქნებოდნენ გახარებული, მაგრამ ამატერას პირველი ბეთლი ატოსანა აქვს ჩატარებული. ვაღიარებ კარგად წერ და ეს ყველაფერიც მასამ კი იცის, მაგრამ შენ ისტორიის შეცვლა მოინდომე პანჩლაინისთვის. ასევე ამატერასთან ბეჭიქოდა. ნაადრევად ეშვები, რაღაცა არ გამოგივა, იმიტომ რომ ნაადრევად ეშვები. ამ ბეთლში თავიდანვე შემოუხვიე სარმოსახოვში. იცი ვინ თქვა იგივე? მე 2021. არა, განამეს გაბრალებ რომ მოიპარე. პირიქით ასწორებს ვითარდები. რაღაცა წვალობ აწვალებ, მაგრამ ეგ თქვი ჯერ კიდე მაშინ და მე ეგრევე წავშალი. რადგან მეტი შეგიძლია შებერე სენსეი, ჯერ კიდე მაშინ თქვი და შენ იგივე რაღაცა გააზრე რამდენიმე თვის წინ. ასევე ამათ იგივე ბეჭი ქონდა. გახდები უფრო ლურჯი ვიდრე ინდიგო. ეს დარგული იყო. Surprise! მესამე ჩამოვიდა. ერთი ხმა ორი. იმავე ბეჭი ქონდა. გახდები უფრო ლურჯი ვიდრე ინდიგო და სულ ყველა ჩაიძირე ბარებში, მაგრამ შენც ვინ თქვა იგივე, პელემ 2019-ში. არა, მარტო მაგით ვარ ხარ პროჭი. იგივე მარტო მაგით ვარ ხარ პროჭი. იგივე ლაინები რო გვაჩვენე. უბრალოდ დღედაღამე პელესთან იყავი და ფინალზე იქაც არ ქონდა სუფთა სახლი ვახსენე. მანდ ისე დაეცი კარიერა რომ დაგემთავრებია, დღედაღამე იქ იყავი, ხო და ეს დედა მოწყული დაგელაგებინა. დოკი შეუულია ყველა ბერტი მოიგოს. გავიდეს კოსმოსში. ახალი ფორმულა. ეს უნდა იცოდეთ და თუ არ იცით, მარტო ერთი რაღაცაა მიუღწეველი, ტატუ არტისტი. შენ გევასება დიზასტერი. მის უყურება მოგწონს. დღეს სამჯერ უყურებდი და მაგით შენ ყოველდღურ მისას ასრულებდი. ეგ არის შენი იდეალი, მაგას მაინც აქვს ტატუები. ეს გეკნათ მონასმენი ვექილისგან. გეკნათ მონასმენიდან აყურები. 18 წლის ბიგესაც კი აქვს ტატუები. ვითომ დაიცა? არა, ვიცით. გინდა ცხოვრებაში მსგელი ყოფილიყავი, მაგრამ ფინალზე გაიფაქტე. პელე გეხოცები გაახარე, ტატუები შენ მაინც დაიხატე. ვითომ მაგარი რაღაცა გააძრე. მაგრამ მაინც უნდა გაიშარო. შენ არ ყვა შეყვარებული, აბა ვინ უნდა დაგიშალოს? მისი პირველი გვარი არის ქურდიანი. ადრე არ ქონდა ნაიკის კურტკა, მაგრამ ეხა შეხედეთ რაზმანზია. თბილისში ჩამოვიდა, გათხოვდა და ეხა რაზმანზია. მე ვეთლავდი ყველგან. მე მაბიჭო. აი, ზუგი შევაქცეკას მაცადე. ბიჭო, ხელი არის რაზმანზე, თუ არ მიხდიდი. შენ პანჩებს რატო შეიძლება დაწყდა? ხაჭი რატო ფეიქ? ბიჭო, მაცადე. ვერც თავიდან ბიჭო ამერია, მაიცა. ხა რაზმანზია. ხა არა, ეგ არის. მე ვეთლავდი ყველგან, მაგრამ შენ ასად მოგონდებოდი. შეჩემა, პელი ესე გებასება, მე რო არა შენ გათხოვდებოდი. შენ ფინალში ქონდა.
იანგ მაიკმა გამუშავა კარების დაცვად. იანგ მაიკ შეიძლება მაგარი ფანი მეტი ვიყოლია, მაგრამ ეს ვისასწრებობა ტიპი მინდა პელის სახლის ფენის კონტროლია. საბაშა, შენ დაგიძახე და არ ამოხვედი. ამატერასო, რა არ დილის 6 საათზე ვარკითლა დიღობში ამოხვედი. იგზის და ჭორაობს. ამის ყბაში ჩავარდნა საზარელია. ტიპი მინდა პელის დაბოზარი საყვარელია. ბეთლებს შევარსასტიკი, მაგას შემწხვდები მგონი, მაგრამ იქნებ ჩამოყალიბდე, საყვარელი ვარ თუ ცოლი. როგორ შენ გინდა? დოკი გადავიდა დიღომში და მაგის მერე უბერავს ქარივით, მოვიტანე ბერძნული ცეცხლი და ვერ ჩააქრობს სულ იბაზრო წყალივით რაუნდი. მეორე რაუნდი დოკი. სანამ ცისფერობაზე მე გადავებოდი, მითხარი რომ განახო ჩემი შეჭმული ხალხი და ელოდი რომ ხმაური მოყვებოდა ამას. შენ რო გადმოაფურთხო შენი შეჭმული ხალხი ვექილას დაუძახებენ მამას. ახლა დავიწყოთ. ამას წინათ გადავედით კაფეს არხზე. ვიცოდი რომ ინტერვიუში დაგისვამდა. და წავაწყდი მომენტს, სადაც ყვები, რომ თურმე ბანიმ შენ ბეთლზე დაგიზადნა. თურმე მამუკა ანდერგრაუნდში ბანისთან აკაპელას ნიშნავს. სენსეი იძლევა სიტყვას, რომ ამაღამ კურდღელს შიგნავს. წერს და იცის, რომ მიზამს ფანჩებს იქნებს როგორც ბიტას და ბანი გაურბის ბეთლიდან, რადგან ამშის ვეღარ იტანს. და ვიცი ალბათ ფიქრობთ, რომ ბანიმ უბრალოდ დაიკიდა. ამისი არსებობა არც გახსენებია და მამუკამ აბსურდი მოყვა. მაგრამ მე მოგიყვებით ისტორიას, რაც რეალურად მაგ ბეთლზე მოხდა. მოკლედ, რა თქმა უნდა, მე დაპელევართ ბაიტზე, ისმის კარების ბრახუნი ვიღაცამ კარებს ბოლო მოუღო. შემოდის შეშინებული ბანი ბიჭებო მიშველეთ მამუკას როგორ მოვუგო. არ ვიცი რა გავაკეთო ამაზე, ვფიქრობდი მთელი ღამე, გავიგე რომ მამუკა სენსეია, გეხვეწებით დამაწერინეთ რამე, სამივე ერთად დავიწყეთ მუშაობა, ფანჩების წერა ერთმანეთზე მაგარის, მერე გადავხედეთ ჩვენს ნაწერს და მივხვდით რომ ეს მამუკასთვის საკმარისი არ არის. ჩავარდით დეპრესიაში, მივხვდით რომ ვერ მოვიგებდით მხოლოდ ჩვენი ტვინით, ვრეკავთ ამერიკაში რომ დიზასტერი ჩამოვიყვანოთ თუნდაც ერთი კვირით. დიზასტერმა თქვა ბაზარი არაა ძმაო, დილითვე ფრენას ჩავინიშნაო, მაგრამ მერე გაიგო მამუკას სახელი და ეგრევე ტელეფონი გაგვითიშა. მოკლედ ვერაფერი ვერ მოახერხეთ და ის იყო ბეთლი უნდა დაწყებულიყო ბანის სულ ყველა მუთხარით, რომ უბრალოდ უნდა გაქცეულიყო. ასეთია მამუკას ავტორიტეტი. დოკი არაფერს ბოდავს, დიჩის არ აყავს სეზონზე იცის რომ მაინც მოაქვს, არ ეჩხუბება ელია იცის რომ მასტებს ნოკავს, არ ემუქრება პუტინი იცის რომ მასებს ბომბავს, როცა მამუკა ბრაზდება, სატანაც იწყებს ლოცვას. ჯონი სინსიც კი გაურბის, რადგან იცის რომ მოთხნავს და ამ ხალხმაც იცის რომ ახლა უბრალოდ ვატრაკებ. განამ წარე სიმართლე ეგრე მარტივად იფარება. მამუკა არის როგორც ტაილანდელი გოგოსკაბა. ყველამ ვიცით მის უკან რაც იმალება. აქ მე ვთამაშობ სამეფო ტახტზე და კარზე ატოზულმა მსუქანმა მძორებმა იყვირეთ ჰოდორი. სმაუგივით ვაწვევიან ბაჯაღლოებს და ჩემი ცეცხლი არაზოს ქრება როგორც მორდორი. გავიგე შენი სახელი და წყალში ჩაყრილი შრომა ჩაისმა როგორც ბოსტონი. მე უნდა მიღებდნენ ოქროს შტატივით, როცა გადავწყვეტ კარი ისურის თუ ტომსონი. მე ისევ ტენიამ ვაზნებს და მასხრებს დავასლი მასრებს. ვასწავლი მასრებს და მასებს გადავცე მახალ ფაზლებს. პასტებს რომ სტაცეს ხელი და დამტესტონ სადეს. მათმა ოცნებამ შეისხა ფრთები, მე ვხოდავ ბასკეტს. თეთრი სიკვდილი დამიძახე სიმო ჰაიჰა, რადგან სახე ალეწილიც არ ვაპირებ რომ გაგეშვე. მე ვარ ყველაზე კარგი პურის მცხობელი. არაზროს გამიკეთებია შოთი ნახურეთის გარეშე. და ალბათ მეტყვით, რა საჭიროა ეს ზედმეტი აგრესიული ბარები და ამდენი ძალადობა ამასთან. ხო, მე ვარ გოუთი ფანჩების გამო, მაგრამ ხომ იცით, ყველაზე კარგად ჯონ ჯონსი მეგობრობს დანასთან. შენ კიდევ ალბათ ქურდის ჩემი ყველა ლაინიოა. დანასთან. შენ კი ალბათ ქურდის ზონაშიც არასდროს გითამაშია. კარგად იცოდი რომ დასრულდებოდა ცუდად. სულ რო გემუშავა NIC-ის ოპერატორად, მაინც ვერ გამოჩნდებოდი კამერაში ქურდად. ასე რომ ხაუთხარი ამ ქალაჩუნებს რო სულ წააგებენ სანამ ოპონენტად დოკი გედგებათ. ჩემპიონობა გავს კონკიას ფეხსაცმელს. არასწორ ბოზებს არაფრით ერგებათ.
მე კი ვიბაზრებ იარაღებზე თუ წითელ ქუდეზე, შენთვის მაინც აზრი არ აქვს, ყმედო. მამუკა, მითხარი რატო გაქვს სამხელა ეგო? მამუკა, მითხარი რატო მარჯერა რომ დღეს უბრალოდ მიკროფონი დორბლე, როცა მე ფანჩებს ვჭრი და ვერსში ვაწყობ როგორც კომბლე, არაფრის მომცემი dobri ოპონენტი, ისმე ჩემ ბაზარს და გიხარია. ძალიან მარტივია კომბლესთან დაკრიჭო კბილები, როდესაც არც ერთი გოუთი არ გიჭამია და მე კი ყოველთვის თანაბრად ვხოცე საყვარელ საქმეში მავნედ მოსულები. პრადა არა, ყლე ბიჭო, ეშმაკ საცვია მწვანე სპორტულები. რაუნდი. ჩვენი სპონსორია სახელოსნო ბარი Omega Emberi და ჩვენი უცვლელი პარტნიორი Control Room-ი. Yo! Yo, მესამე რაუნდი Sensei. ბიჭო, აი, გარდა ბოდიში რა ერწამე რა. ეს არ დაუკრა. ეს რა, ერთი კაცი რა დაუკრავს. მართალი ხარ. ყველამ და ან რა, ყველამ. რაც ეხება თოკაფისთან პოდკასტს, მანი ისე ვახსენე და უბრალოდ გამოიწვიეს ხვები. და მანდ არაფერი ყოფილა ზღვარ გადასული, მაგრამ ხალხს იქ-აქ დარხეული შენაირად რუაფსენ პროსტა სათაურით და არავინ იფიქროს მაგ თემით გულში გამიყარ მამის სისარმა და თუ რამე ვთქვი ისეთი შეგიძლია მომიყვანო ციტატა. აი, მოუყვანი. ხვალ მოგიყვანს შენ დივანი რაიმესთან ჩაწერე ტრეკი. ხალხმა რო თქოსო რეპერი ხარ, ვალდებულების გამო პროსტა მღერი ხარ, გახადესით ბოსტნეული ბოტანიკოს მოსწავლელი ხარ და ზუსტად ვიცი ეგრატო ქენი. ვიღაც უარი თქვა რომ უტრეკო რეპერიაო, მაგის გამო ჩაწერე ტრეკი. შენ გინდა აქაური კომპანიებივით, როგორმე ხარისხიანი პროდუქტი შეიქმნა, რომ მაგით ხალხი გაგესურებია, მაგრამ იმ ერთხელაც შექმნი კარგი, რომ მე გაგეფუჭებინა. თოკაფის პოდკასტში მივიდა. თოკაფებს რამე გარეპეო და მან საკაიფო ჩეკლასა, ისე რომ თოკაფებ მთელი 27 წუთი აკაპელას მეწექიო ეძახდა. ბაზარი არა. ბაზარი არა. ტრეკებზე მეცად ბევრი სამუშაო და იქნებოდა უნამოსობა, მაგას თუ არ ვიტყოდი, მაგრამ მე გამახსდა რაღაცეები და შენ ტრეკებზე ვინმესაც დასცინოდი. ყველა ჩემ გაანადგურებას ელოდება. ეჭვი არ იპარებათ არც ერთ მომენტში, მაგრამ ნახავთ რომ ყველაფერი ტყუილი ყოფილა 2012. თუ დაამუღამე აბერტში, შენ გაიჩნდე პარიზის კარიბჭე, ხალხს თვალში შემოვედი მკვდარი როგორც რაგნარი, მაგრამ ციხესიმაგრე მაინც ავიღე. და მინდა რაღაცას დააკვირდე. და არ გეგონოს უბრალოდ შემთხვევა, ფოტოები რო გადავიღეთ, მაიკა ეს კი პარიზი მეწერა. სანამ სენსეი საკაიფო დაამუღამებდა და ამათავებს გაამთელებდა, მე საიდანაც დავიწყე 10-დან 9 არ გააგრძელებდა. არ მივარგოდა ფანჩი, არ ვარგოდა ფანჩი, არ ვარგოდა როუსტი და არც იყო წესიერი ჩემი ლექსიკონი. იმდენი ვიჩალეთი ბოლოს მაინც გავხდი ჩემპიონი. რო გაკ დანძრეული დოკი, მაგას ნენელა ხვდები, ისე შემიძლია პატივია ჩემპიონის ხელით კვდები. ადამიანის არც ერთი ორგანო არ დაგჭა მთელი და არც ერთი ბმა, ყველაზე მთავარი ტვინი ვერ ვარ უბაზრო, უგეში რაუნდებმა თქვა, ამ დღის მერე ვერც გული გაქვს კაი, რადგან ჩავა ვერსემა გაგაბოროტა, შენ ძვლებით გაავტეხი და ვერ დაბოლოდა, შენ თვალები იყურებიან, მაგრამ ვერ ხედავენ გამოსავალ გზას, შენ ფილტვებით ვეღარ გამოყოფენ ნახშირო ჟანგს, შენ ნეკნებით არ ვარგა, იქია ვერ გამოიყვან ქალს, მოკლედ არც ერთი ორგანო, მაგრამ დარჩა ერთი ძალიან ცუდი გზა, რო იყო ნაწლავი, მაგრამ ეგეც იქნებოდი ბრმა. რაც შეეხება კარნახის თემას. გავიგე. ემსმა მახსენეს კომენტარების ნახე. და გეხოცებით იქნებ, მაგ თემაზე გადაობა შეაჩეროთ. შემიძლია სამსახური თქვენს გაგეწიოთ, თქვენგან დავდგები და რო ხარ ყლები, ყოველ წუთში შეგახსენოთ. კარგად გამოგდის იმასთანაც. იმასაც სამსახურს არ უწევთ. იმას სამსახურს არ უწევთ. იმას სამსახურს არ უწევთ მაგაში. თქვენ და შემილი. კაი. მაგ თემას მახსენებთ იმიტომ, რომ უკეთეს თემა ვერ ნახეთ. აქამდე განახოთ ტექსტს, ეხა თავად გამოგეცხადეთ. ძმაკაც ხმარალი მერია მოხდა, უბრალოდ პრეტენზია გაქვთ. აუ, თავიდან რა. მაგაც ხმარალი მერია მოხდა, უბრალოდ პრეტენზია გაქვთ. წაი თქვენი კარგიც მოუტყან. მაგ თემაზე ჯერ კიდე
სერგის პირველ ბელტზე აპირებდა შემოვარდნას, რომ ჩვენთვის თავზარი დაეცა, ამბობდა, უნდა თქვა ისეთ რაღაცა, რომ ორივეს დაენძრა. და ისე ვიზავ, რომ ორივეს საანებელი გაუხდეს და უნდა ეთქვა, თხილად იყავი შენ მაგას ტელეფონი არ დაუჯდეს. სახეით წავიკვირდებოდა ალი, ისე გადავხურდებოდით. მადლობა დოკი, თორე მინა გამნადგურდებოდით. არაფერს. იგარი. კაი. მახსოვს? მახსოვს. მე არა შენის მაგაც უბრალოდ მე არა. კაი. ფინანს მოვიგებ, მე აღარ წავაგებ. დოკი ამის ავტორი, ამ პროექტში მოვიტანე სხვა პროექტიც, ხოლმე უნდა გაიარო შიშის ფაქტორი. აქ არ არის ფეხბურთი. და ვერ შემაშინე ვერცერთი პოზიციით, სულ რომ გაიჩიტო ფორვარდად, აგან ჩხუბის რო დაიწყო, თავს მაინც ვერ იგრძნო ფოლადად. ამატერასთან გახსოვთ? ზანგებზე რო დასინა. ამერიკა ვარკეთილი ზანგები გაეკინდენო, იარაღი ესტროლესო. იმას მაინც ეკიდაო. ტიმმა მთელი ირონია ჩართო და როგორც შეეძლო დასცინა, მაგრამ წინა ბელტში ამერიკელებს აგინა. ცოტა ხანი ხმა ვერავინ ამოიღო. სულ ყველა გაიჩნდა არიელი, ამერიკელებს მადმოეწყრა საქციელი. ხალხმა დაიწყო მოთქმა, რეპერები რაუნდებს წერენ, იარაღში ზის, ამერიკის მთელი მოდგმა, დოკის ესროლეს რაკეტები პროსტა ირანს მოხვდა. სოფლიო მოიცვა შოკმა. ისრაელმა ჩემს მაგას როგორ შეეხნენო მაგის კარგი მოთხა. დოკი განაახლის კინს გუმბათი. ბოლომდე უნდა შევებრძოლოთო. დოკი აპასნია შეიძლება ჩვენ გესროლოსო. მაგრამ მაგ ისტორიას დავამთავრებ ისე როგორც ხვევს წინა ჯერზე. ამერიკელებს ვერ ნახა, მაინც ეკიდებოდი ყლეზე. აი, აქამდე როუსმენდი რეპს, ეგეც არ მეტყობოდა, რომ მეოსებოდა ბეცლები, ეგეც არ მეტყობოდა, რომ წერდი რაუნდებს, ეგეც არ მეტყობოდა, რომ გამოვიდოდი პროექტში, ეგეც არ მეტყობოდა, რომ გავხვრიტავდი ამ თავებს, ეგეც არ მეტყობოდა. სულ ცოტა ხუთმა კაცმა, რა გამიკეთებია, ან და რა მიმოქმედია, თქვენ კი იყვიათ ყველგან, მაგრამ ნამდვილი მკვლელები ჩემნაირად იმოსებიან. შენ პირველ ბეჭდ ჯიუნასთან ყველა ვნახეთ, რომ გინდა მთელი შენი ცოდნის გამოჩენა. ამ რეპერებს დავკიდებ ჩარჩოში და მექნება არაჩვეულებრივი გამოფენა. საეჭვოს და ჯობაოს გაერთიანება, როგორც შეინდა დეუსასი, იქნებოდა სულთა პარადოქსი. პირველ ბეჭდზე მოგვიტანე YouTube-ი, ხო, დაიწვევი ლუკა კალატოზი. როგორც შემის ყარი დაიცხა ბავშვი. გადარჩა. ხო და მაგით ვარ ამ. კაი. მაიცა ვის ვაგზელი? დიდი შეგონები. ხო. ამ დღის მერე როგორც ტეტრისი. ამ დღის მერე როგორც ტეტრისი, ერთიანი ვერ იქნები. თითქოს მაგ ჩემი არხი გავიჩნდე კაკო, მაიმუს ვეჯიბრები. დავაი, ეხა ჩელენჯი ყველა რეპერს. გააძრეთ უფრო დიდი ფლექსი. აქ ისე გავიჩიტე, ერთი ვიდეოც კი არ დამიდია. სახში ვიყავი წამოწოვილი და ჩემპიონმა აქეთ გამომიწვია. კაი. მე მგონი ამოწურე საქმელა მოვჩი, მაგრამ მაიცა აქაურობის ექიმი ბოზი, ჩემპიონი ექიმი ბოზი. რაც გიქენი, მაგას ბოროტის სიზმარიც არ ქვია. აქაურობის ექიმი ბო, არ შეაგებთ პელეს მაგაცია რაუნდი. სანამ დოკის მესამე რაუნდზე გადავალთ, მანამ უნდა ავღნიშნო, რომ ესეთი უცნაური ბეთლი ჯერ არ ყოფილა ჩემი აზრით, ძმაურა. ასე რომ ერთი ხმაური. მესამე რაუნდი დოკი. იცი თუ არა ჩემი stage name-ის წარმოშობაზე. ბევრს ჯერაც გონია რომ სამედიცინოდან მოდის. რეალურად პროსტა ვიყავი შერლოკის დიდი ფანი და მანდედან დავერქვი სახელი დოკის. ერთი წუთი ძმა არაფერს ვაში ვარ. არა, ზმაო, ვინ ხალე ვარ გინდა შეგახვიდეთ. არ ვიცოდი როგორ დამეწყო მესამე რაუნდი. შენზე სალაპარაკო თითქოს დავამთავრე. მაგრამ შერლოკის ფანი ხო შერლოკის ფანია. ავდექი და შენზე მთლიანი გამოძიება ჩავატარე. მამუკას ცხოვრება არასდროს ყოფილა მარტივი. თავიდანვე ბევრი დაბრკოლება დახვდა ბარიკადად. პირველი უბედურება შენ თქვა ღრმა ბავშვობაში. დაიბადა. ჩემს ბავშვობა აღარ ვაპირებ რომ 1000-ად ვისაუბრო ჩემს ბავშვობაზე. ჩემი უამრავი ბეთლიდევს საბუთად, მაგრამ გაინტერესებთ რა შვებოდა თუ არა პარალელურად 16 წლის მამუკა. აი, რაზე შეიძლება რომ 16 წლის ტიპი დარდობდეს? მაგალითად, რომელ უნივერსიტეტში მოხვდები, სლოტები, პოზების ნომრები. საძმაკაცოსთან პონტები, თინეიჯერი რომ ხდები, ხომ ხდები, მაგრამ არა. მინდა გაგიზიაროთ 16 წლის მამუკას პოსტები.
ნიკა გვარამიას განცხადება რომ ნიჭიერი ჩაიშალა და მალე დამთავრდება ალბათ რამდენი ინერვიულო ძმაო იმედია ვექილამ შეძლო შენი გამაგრება იმედია მოიქცა როგორც ვაჟკაცი და დეპრესიაში ჩავარდნილ ძმაკაც გვერდით დაუდგა და გადგა ბაიტზე ამოიტანა პიანინო და ცოცრით დაუკრა და თუ ჟიურიდან ვინმე მეტყვის რომ ზედმეტად ბევრჯერ ვახსენე ვექილი და მაგაზე გადაობა გაბანძდა მე შენიშნავს იმისგან ვივიღებ ვინამც გამზარდა ალბათ ნელ-ნელა შეუშვი თავში რომ ამ დღეს წაგერთვა ბეთლემსის საშვი მსგავსი ისტორიით ვერ გექნება სტეიჯი სტატუსი წაგართვეს შენივრე არჩევნებმა რადგან პირდაპირ გვარამიამა გახია ბეიჯი და მოდი გადავხედოთ შენს დანარჩენ პოსტებსაც უკეთესობა არ არის მერეც ყურადღება გია ჯაჯანიძე პირდაპირ ეთერში სასტიკად ცემეს ალბათ გეგონა რომ ვერ ნახავდი და არ დაიცინებოდი მაგრამ რეალობა სხვა რაკურსით გათამაშდა დღეს ვარ ამ დებილი ბოზის პირადი დემონი როგორც ბარაბაშკა როგორც ბარაბაშკა ერთი ხმაური დემონი როგორც ბარაბაშკა მაგრამ კარგი ჯანდაბას მივატოვოთ დღეს ამითი მამუკაზე გადაობა და ამითი დამთავრდეს და გადავიდეთ მომენტზე უფრო ახლო წარსულიდან სადაც კვეტენაძეს ეხვეწები რომ PvP-ში აკაპელა ჩატარდეს ვიფიქრე ეს ტიპი რაღაცის აზრზეა გამოვიტანე დასკვნა მსგავსი რომ შენ მაინც გესმის რომ აკაპელას პანჩლაინის გარეშე პროსტა არ აქვს აზრი ვიფიქრე მამუკას ესმის რომ ფლოუ და პერფორმანსი მეორეა და თუ არ გაქვს მთავარი მაგთემას უნდა გაეშვე და მე ხდება შენი შემდეგი გაზიარებული პოსტი როგორ ვითამაშოთ ნარდი კამათლების გარეშე ნარდის თამაში კამათლების გარეშე ეს არის ზუსტად ის რითიც ამ პროექტში გამოდიან ტიპები და მე და გროტესკას გვაგინებენ რომ არ მოგწონს მაგათი цаრიელი რითმები წინა ბეთლებზე ვიყავი ჩესნი ჟიური გუწბელად შევაფასე გრაპტერი და მირო მე გადავხედე ხალხის კომენტარებს და მივხვდი რომ მონტანა მართალი იყო თურმე მოწონთ BPM-ი აკაპელაზე საჭირო არ ყოფილა ფანჩის წარმოთქმა და ყველაფერი რითიც ჩემპიონი გავხდი ყოფილა უბრალოდ ფილმების ჩამოთვლა იცი მე ზოგადად არ ვპასუხობ ჰეითერებს მაგათი ჩემი წარმატებაც კმარა მაგრამ თუ მომაფიქრდა კარგი სეტაპი მამენ რატომაც არა ოკეი მე მევასება სიტკომები ვარ ჯინსების თაობიდან და ყუდროდ ჩემი საქმე მყუდროდ მიმყავს სანამ კლავიატურა შენი ოფისია და ჰეითი ის რაც ყველაზე ძალიან გიყვარს მიდი შეკრიბე მეგობრები შუაქალაქში და ერთად უსატკავეთ ჩემს ფანჩებს მაგრამ თუ მომაყენებთ შეურაცხყოფას მოგიყვებით როგორ შევხვდი დედათქო ეს ბიჭო ოკეი ბიჭო სეგან ტიპი იყო ასული და შანსი არაა რომ მაგ თემას ხაზი არ გავუსვა იცი რა განსხვავებაა შენსა და იმ ტიპ შორის იმას არ ჩაუბსამს არცუნ ოკეი შენ კი არა მე ვარ მოგზაური კაკო ალბათ იკითხავ რატომო იმიტომ რომ მე ვუშვებ დოფამინს იმის მცდელობაში რომ სულელ მაიმუნს ვაჯობო მე გითხარი რომ ტყუილად არ მეძახიან რიდლერს ვერც ერთი თავსატეხი ვერ ჩამაგდებს საფიქრალში პანჩები როუსტი და ვორდპლეი სამი მოქმედებით ჩავდეს პილო მაცივარში და ხო თქვი შენ ცდილობა ამოთხარო ჩემზე ფაქტები და მოგება დაიტოვო თავად მაგრამ ვერ იქნები ტომ ბრაიდერი როდესაც არ ღირხა ლარად მე ვთქვი რომ რამდენი დებილიც აქ მოვიდოდა რამდენი დებილიც აქ მოვიდოდა, მაგათ უფრო მეტად დავადებილებდი. კობი ბრაიანტი ჩემთან ერთად გადარჩებოდა, იმიტომ რომ გავაფრენინებდი. ასე რომ მოდი ამით დავასრულოთ ეს ბეთლი. მოგება ისედაც გადამექცა ნორმად. და აღარ დამელაპარაკო რემაჩზე, იმიტომ რომ ჯონისთან ერთად მოვალ რაუნდი.
კაი, რადგანაც სეზონოფია, უბრალოდ თქვენი ხმები მიეცით რა. პირველი Young Mike, შენი ხმა просто ხმა მივცე? სეზონოფია. თოკი, რა ვიცი. ეს Young Mike-ის ხმაური. ან ორი სიტყვას ვიტყვი რა. ძალიან მომეწონა შენი ტექსტი, ძალიან კარგი იყო, რაღაცეები დებიუტი არის გილოცავ პირველ რიგში. რაღაცეები არის რაც შეიძლება რომ დაიხვეწოს ჩემი აზრით. დიქცია გაქვს საინტერესო, თუმცა როგორი მომენტი არის, შეიძლება ეგახადო შენს იარაღად რა, იმიტომ რომ არსებობს ეგეთი რეპერი, შეიძლება გაგიგიათ კიდევაც Big Fun-ი, რომელიც ჩემი აზრით მინიმუმ ტოპად საუკეთესო რეპერში შედის და აქვს ძალიან არასტანდარტული დიქცია და შეიძლება სიძლიერად გამოიყენო, ანუ ის არ არის რომ აუცილებლად რაღაცნაირი უნდა იყოს რა. ტექსტი ძალიან კარგი იყო და ნუ რა ვიცი, წინ გაქვს ყველაფერი. შენ რაც შეგეხება, რა ვიცი, baby goat-ი ხარ თუ უკვე goat-ი არ ვიცი. მესამე რაუნდი არ ქონდა ნასწავლი წესიერად და რავი ფრისტაილები ძალიან მაგარი არის, ძალიან და ხო აი რაღაცეები მინდა რომ დახვეწო რა უფრო რა აი მაგალითად მე ჩემი გემოვნებით ვისურვებდი უფრო მეტ უფრო დახვეწილ რითმას და ზოგან იმის გამო რომ რაღაც გამოვიდეს რა სეტაპში გაქვს აი რაღაც ისეთი რაღაცები მერეც და რაღაცა უცნაურად ქონდა რა ხო უფრო მეტ ორგანულ გარითმას ვისურვებდი და ნუ კიდე შეიძლება რაღაც ფლოუებზე და რაღაცეებზე მუშაობა მაგრამ რასაც აკეთებ ძალიან მაგარი ეგ არნიშნავს რომ მე ვაკნინებ შენ მოღვაწეობას რამენაირად ჩემი ხმა დოგს ოკეი მოდი მოვუსმინოთ ედის დავიწყები იმით, რომ ყველაზე მეტად რაც ამ ბეთში არ გამისწორდა ის არის, რომ აქეთ ამ ხარის კრაუდიდან რომ ერთი კაცი გამეკრო, რეაქშენი აღარ იქნებოდა რა. იმაზე შენ პანჩლაინებზე და ტექსტებზე. ხო, მოგწონს. იმას ვამბობდი, რომ ერთი ადამიანი რომ აქეთ ამ ხარის კრაუდიდან გამეკრო, რეაქშენი აღარ იქნებოდა რა ლაინებზე. კინდერში ამომივიდა. აქეთ ამ ხარეს რაც შეეხება დოკ სტანდარტულად ველოდი რომ ძალიან კარგი რაუნდები გექნებოდა და ესეთ რაღაცას ვიტყვი რა შენ რაც თქვი მაგალითად იმაზე რომ კარი და ტომპსონი რომელი ისვრის ან ის თემა რომ გელი და კრავის სქემა ქონდა გაკეთებული ან თუნდაც მესამე რაუნდში ტომ ბრაიდერის და ლარადაც რო არ ღირხარ აი ეგ ბევრად უფრო ეფექტურია და ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის და აკაპელა ბეთლისთვის ვიდრე მაგალითად ის რომ რაღაც დონეზე ისტორია მოყვე გარითმო და შემოიფარგლო მხოლოდ რაღაც ერთი ლაინით რა რომ აი არ ვიცი როგორი მაგალითი მოგიყვანო რა შენ აკეთებ ამას იმიტომ რომ არის ეს რა ეგ ამის გარშემო ტრიალებს ძირითადად და ამის გავრცობა ხდება მაგალითად წინა ბეთზე რაც ვიბაზრე ეგ რომ უნდა აიღო რაღაც ერთი სქემა ან ერთი რაღაც არ ვიცი ფილმი იქნება წიგნი იქნება და ამის გარშემო მაქსიმალურად ბევრი სიტყვა უნდა მოაგროვო ეს სიტყვები მე ცალ-ცალკე ჩამოწერო და ყველას განსხვავებული მნიშვნელობით როგორღაც მოუარო დაუტრიალო ეს ჭანჭიკები იქიდან მიუდგა და ბოლოს მოხარშო რაღაც კარგი საჭმელი რა რომ მე ჩვენ ჟიურის წევრებმა ჭამოთ კემრიელად და მეც მოკლედ ჩემი ხმა დოქს იო მოკლედ მოусმინოთ გროტესკ და ერთი მაგარი ხმაური მოკლედ რავი ყველაფერი მარტივია დაჟწევამ გადავდი მეთქი იმედია ვიღაცას რაღაც რაუნდი დავიწყდება მეთქი გაგვიმარტივდება თქო მაგრამ ნუ რავი ამ შემთხვევაში გასაგებია ძალიან სერიოზული პირველი რაუნდი გქონდათ ორივეს მეორე რაუნდიც რაღაცნაირი იყო და მესამეში ორივესგან დამანყდა ენერგია რა არ ვიცი დაღლობის ბრალია თუ ისი ბრალია ძალიან თესლი ფრისტაილები იყო როგორც ყოველთვის და შენ გირჩევ თუ 100%-ით არ ხარ ფრისტაილში დარწმუნებული დაიკიდე რა თუ იმენ დარწმუნებული ხარ და გაისვრის თუ არა და დაიკიდე რა მთავარია ჩვენ მაინც იმისთვის ვართ მოსულები რომ აი რაც დაწერე და გამზადე ხოლმე ხარ რა ეგ გვაინტერესებს რეალურად რა დალშე ეგ არის რავი რა გითხრათ რა მიულოცოთ დოქს ჩემ
ჩემპიონი ისევ ჩემპიონია და ამ სეზონով ბეთლის გამარჯვებულიც არის დოკ რიგლა. მადლობა bro. ჩვენი სპონსორია სახელოსნო ბარი, ასევე ჩვენი სპონსორი არის Omega Ember და ჩვენი პარტნიორი Control Room-ი. ყველაფერი აღწერაში წერია დანარჩენი. შევხვდებით შემდეგ ბეთლებზე. Peace.